მოგესალმებით. ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ 1979 წლის Dodge Charger Daytona-ს. მოგესალმებით. არხი გამოიწერეთ, დაალაიქეთ, გააზიარეთ. ეხლა შეიძლება თემაგი. კომენტარები არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად გჭირდება კომენტარი. სხვათა შორის ჩვენ Dodge Charger Daytona დავაანონსეთ. კი, დავაანონსეთ აუცილებლად. ამის ვიდეოში. ხო, ამის ვიდეოში. Charger-ის შევატრიალეთ რა. ეხლა Daytona მოვიტანეთ და ისევ დავაბრუნეთ. ეს კი არის Volkswagen Charger-ი, მაგრამ 70 წლის Dodge Charger-ი ზოგადად მაგარი მანქანა. და ამის ბაზაზე, ამ მანქანის ბაზაზე არის აწყობილი. ხო, და რაც მთავარია, არხი გამოიწერეთ, რომ 10,000-ზე რო ავალთ. ძალიან საინტერესო მანქანას დავდებთ. ერთი რვა მასშტაბის, რომელიც საქართველოში ერთადერთი მანქანა და ყველას გვიყავს. კი. მეც ვერაფერს ვერ ვიყავ. დანარჩენი გასაიდუმლოები. ხო. თუ გაინტერესებთ რა იქნება ეგ მანქანა, უნდა ავიდეთ აუცილებლად 10,000-ზე. მე მგონი მიხვდა მაყურებელი, რომ ჩვეულებრივი მანქანა ვერ იქნება. ხო. იმიტომ რომ ჩვეულებრივი მანქანები აქ ნაკლებად იდება ხოლმე. ხო, ნუ ახლა ფაქტის ახეზეა რა. მაყურებელი იმასაც ხვდება, რომ ჩვენი არხი განსხვავებული არის. ვცდილობთ შაბლონურად მანქანებს არ განვიხილავთ. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ისტორიული მანქანები დავდოთ, რომელსაც ისტორია აქვს. ან სადმე მონაწილე. ხო, ან ფილმში მონაწილეობდა, ან ვინმე ისეთი პიროვნება ატარებდა, რომელიც ისტორიაში შევიდა და ასე შემდეგ. ხო, რომელიც იგივე ბოდიში გაწყვეტინებ, იგივე რაც შეეხება გათამაშებასაც, ხო? განსხვავებულად დავიწყეთ. ხო. გათამაშება, იმედია მხარს აგვიბავთ. იმიტომ რომ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ თუნდაც ვიღაცამ მოიგოს ჩვენი პირადი კოლექციიდან მანქანა. კარლოს საინსის Ferrari არის. ხო. Formula 1-ის პილოტები კიდე რა ისტორიებს წერენ და როგორ იცით? კი, პასუხი რომ გამოგვაქვეყნეთ, მიხვდით რომ არ იყო რთული შეკითხვა, ცოტა დამაბნეველი შეკითხვა იყო, მაგრამ რთული ყოველ შემთხვევაში არ. დამაბნეველი იცი რატო? ხო, ნუ თვითმფრინავის გამო. თვითმფრინავის გამო. არადა, ისიც წითელი ბარონი არის და ისიც წითელი ბარონია. მე მაშინ ვთქვი, ოღონდ უბრალოდ იმასაც წითელი ბარონი ატარებდა და ამასაც რა. ორივე წითელი. მე კადრს მიღმა ვთქვი ვიდეოს იქით. რომ მეთქია, შეკითხვა ადვილია, მაგრამ თავარი ის არის, რომ თვითმფრინავი რომ დებს, აი მოდ დაიბნევიან თქო. თქვი თუ არა იგი. ხო, ეხლა პირდაპირ ხო არ ვიტყოდი არა რა ერქო შუმახერს ზედმეტ სახელად. არა და ვამბობთ. ხო, არა და ვამბობთ. შუმახერის. ხო, მანდიდან გამომდინარე უკვე ჩანს, რომ ვიდეოებს ბოლომდე არავინ არ უყურებს. და კიდე ძალიან ცუდი არის რა. ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის არის ცუდი. ხო. მოკლედ დაუბრუნდეთ ახლა ავტომობილს, ბრენდზე ილაპარაკე. Altaia-ს ბრენდირებით არის, რომელიც ჩვენ არაერთხელ ყოფილა. 1.53 მასშტაბის არის Altaia 1901 წლიდან გამოდის, იმიტომ რომ დიაგოსტინი აწარმოებს მაგას. და ბიუჯეტური ბრენდია რა საკოლექციონში. არის 1.53-ები, რომელიც 300 და 400 დოლარები ძღირს. კი ბატონო. და არის კიდე 1.53 მანქანები, რომლებიც თავის დროზე 30 დოლარი ყიდა. ხო. და იშვიათობის გამო, მოთხოვნის გამო, ეხლა 150 დოლარი, 300 დოლარი, 400 დოლარი ეგრე ადგენს. იმიტომ რომ იშვიათი. კი ბატონო. არა, ეგრე არის მოდელები, მაგალითად 1.53 მოდელი, აი ეს Ferrari 250 GTO, რომელიც 500 ევრო ღირს. კი არის. და მე ვთვლი რომ Altaia ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება ბიუჯეტურ ბრენდებში. კი ბატონო. იმიტომ რომ ცუდი ნამდვილად არის. მოდი ახლა რაც შეეხება კონკრეტულად ამ ავტომობილს. Daytona. ხო, რატომ არის ესეთი ფორმის? ვიცი რომ ჩვეულებრივი Dodge Charger-ი არ არის და პრაქტიკულად ძველი სუპერკარი.
არა, ჩვეულებრივი დოჩარჯერი არის. აი ახლა ნახე რა საინტერესო რაღაცა უნდა მოუყვე. 60-იან წლებში ნასკარზე დომინირებდა როგორც ყოველთვის ფორდი. რა თქმა უნდა. და ნუ დოჯმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა რა ეკნა, როგორ ეკნა, ნუ ჯერ ერთი დოჯმა კი არა კრაისლერმა უბრალოდ რა. ვინც დოჯის ისტორია არის და გაინტერესებთ, უყურეთ ჩვენ გვაქვს ჩაწერილი დოჯ ვაიპერის, აუტოარტის დოჯ ვაიპერის ვიდეო და იქ გიყვებით ყველაფერს. ხო, საიდან წამოვიდა დოჯი რა. რო კრაისლერის ქვებრენდი არის, ხო, ქვებრენდი არის. მოდი ვიდეოს უყურო. ხო. და ასე შემდეგ, მოკლედ. და თან ეს თვითონ დოჯი ჩარჯერი ხო კორონეტიდან წამოიღეს. უბრალოდ გადაასხვანაირეს და დაარქვეს კორონეტს ჩარჯერი. პირველი დოჯ ჩარჯერი ფაქტიურად კორონეტი. ხო, არანაირი განსხვავება არ იყო, უბრალოდ სახელი შეუცვალეს. და ვიზუალში რაღაცა პატარა ისინი შეუცვალეს. პატარა, ხო. ხო. სტრიხებიში. და 68 წელს დოჯ ჩარჯერ 500 იყო უკვე გამოსული. თუ ვიპოვე ამოვანათ ეგ. ხო. ეგრე ერქვა რა მაგ კონკრეტულ მოდელს. გადაწყვიტეს მაგისი მოდიფიცირება და თავიდან უნდათ ვაფშე საერთოდ ძრავი შეცვლა. რომ შეცვლა კი არა, გაძლიერება. ფემის შესვლა. ხო. რომ გაეზარდათ 90 ცხენის ძალით ძრავი. მაგრამ იმდენად ძვირიჯდებოდა მაშინ კი. რომ ძრავის მოდიფიცირება, რომ ხელი ჩაიქნიეს მაგაზე რა. და მაგიტომ დიზაინერებმა მოიფიქრეს აი ესეთი რაღაცა. ხვირი დააგრძელეს. აეროდინამიკის თვალსაზრისით ცხვირი წაუგრძელეს, სადღაც 60 სანტიმეტრით არის დაგრძელებული ცხვირი. იგივე მანქანა არის, იგივე 426 ძრავით არის. ფემი 426. კი ბატონო, რომელსაც 440 ცხენის ზალა ჰქონდა. ამას ამით. ხო, ზუსტად რა. ერთადერთი აი ეს დაუმატეს. რომელიც აეროდინამიკაზე იმოქმედება და სავარაუდოდ. ხო, აეროდინამიკის თვალსაზრისით. და შენ წარმოიდგინე, რომ გაჭრა მაგიმან. მანქანა უფრო აჩქარდა, ну აი სიტყვაზე ვთქვა, თუ ავითარებდა მაქსიმალურ სიჩქარეს 230 კმ/სთ, ავიდა 260 კმ/სთ-მდე. 30 კმ. ხო, სიტყვაზე ვთქვა. მაგრამ იყო არასტაბილური. უკანა მხარე. მანქანის ხელა სპოილერი მაგიტო ხო და არა? მაგიტომაც დაუყენეს ესეთი სპოილერი, რომელიც სიმაღლეც უпростоრად ეს ცხვირი 40 სანტიმეტრით არის გაძილი და ამ უკანა ანტიკრილოს სიმაღლე არის 60 სანტიმეტრი. 60 სანტიმეტრით 10 ზემოთ წავიდა. მიშენება აქვს დაყენებული. ხო რა. იმენა დაშენება აქვს, მიშენება წინიდან აგდოს, უკან დაშენება აქვს გაკეთებული. ხო, ვინც არიცით ეს ფილმშიც იყო ფორსაჟი. კი ბატონო. მე მაშინ თქვი რომ ფორსაჟის თემაში თუ იშოვეთ ეს მანქანა თქო. მაგას ჩავწეთ ხო? ხო, უბრალოდ ფერში არის განსხვავება, თორე მანქანა იგი. მანქანა იგი ესეთი ფერი უნდა იყოს. წესით ესეთი ფერი უნდა იყოს, წესით და კანონით. მაგრამ ფილმში არის შვინდისფერი მთლიანად მანქანა. ხო. ეს უკანა მხარეც კი შვინდისფერი აქვს. ხო, ის ვინც არიცით ნამდვილი არ იყო და რეპლიკა იყო. ხო. და ეგ ანტიკრილოც რო დაუყენეს, ხო? მანქანა უკვე სტაბილური გახდა. ანუ კუდს აღარ იქნევდა რა. ხო. გამიგე? იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე მანქანა არის. ხო. უკვე ადვილად მართვადი გახდა, ანუ ეგრეთ წოდებული რო ვთქვათ. და რა თქმა უნდა ნასკარში გაიმარჯვა. მოიგო. კი. ეხლა რატო მოიპოვა ეგეთი პოპულარობა ამ კონკრეტულად ამ მოდელმა? სავარაუდოდ გამარჯვების გამო. არა მარტო გამარჯვების გამო. მანქანა იმდენად იმ დროისთვის ფუტურისტული გამოუვიდათ, აი წაგრძელებული ცხვირით და ამხელა ანტიკრილოთი, რომ უფრო აი კოსმოსურ ხომალდს აგავდა რა და მაშინ ეს კოსმოსთან დაკავშირებული თემები ხო ძალიან ისე რომ სუპერკარ გავს. ხო რა. მაზინდელს. ხო. მუსკულკარი, ოღონდ სუპერკარი რა, ეგეთი რაღაცა გამოუვიდათ რა.
და რომელმაც რო უკვე გაამართლა ეს მოთხოვნადი გახდა, თან საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. და მით უმეტეს რომ აი დაბალი იმითი გამოუშვეს რა სულ. დაბალი ტირაჟით, ხო. და მაგიტომაც დღესდღეობით კოლექციონერებისთვის ერთ-ერთი საოცნებო მანქანაა. ძალიან ძვირი. რომელიც მართლა ძალიან ძვირი, აი თუ არ მილიონებზე არის საუბარი. 7 თუ 8 მილიონი ის თუ არ ვხვდები. ხო, ნუ ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ამერიკული მანქანა არის კონკრეტულად დაიტონა. კი. მოკლედ აი ესეთი მოკლე ისტორია აქვს ამ ავტომობილს. ნუ ამის მერე უკვე გამოვიდა ესეთი კუზავი. 70 წლის Dodge Charger. ხო და აი თქვენ თვითონვე ნელა. უკაცრავად თქვენ თვითონვე რომ დააკვირდეთ, ხო? აი ვიზუალით იგივეა. ფაქტიურად იგივეა რა. ერთადერთი ეს წვირი აქვს დამატებული და ეს ისა ანტიკრილო. თორე აი უკანა მხარე ერთ და იგივეა. ზუსტად ერთი და იგივე არის რომ შეხედოთ მანქანებს. აგერა 1968 წლის Dodge Charger გამოდიოდა ორი ფარებით უკან, ან მრგვალი ფარებით ან ეს. ხო. და ისიც არის ფორსაში. მეოთხე ფორსაშია კონკრეტულად შავი ფერისა ის. ხო და რაც თავარია სალონი ხო არაფერი არ შეუცვლიათ იგივე არის. ყველაფერი არის იგივე. ეს სუპერ ნუ ეს ახლა სუპერჩარჯერი აქვს დამატებული რახან ფორსაჟის კინოს ამბავი. ხო ფილმის ვარიანტი რა. თორე სერიულად სუპერჩარჯერი არ მოყვება. თუ გინდა დააყენებინო. ხო. თუ გინდოდა უბრალოდ. კი. რა აი მეტი რაღა მოხდა ახლა. ხო, სხვათა შორის კომენტარი დამიწერეს, რომ ამერიკული მანქანებიო და თუ არ დებს არ ხდება რა. რატო არ დებს არხზე ამერიკული მანქანებიო? ახალი მაყურებელი იქნებოდა სავარაუდო. ხო, ნუ რა ვიცი, გადახედოს ჩვენს იმას. მაგრამ 100 მეტი ვიდეო გვაქვს დადებული და მანდიდან სადღაც ერთი 20 ვიდეო მაინც ამერიკულ მანქანებზე არის, კი ბატონო. იქ ასაწყობი გინდა თუ ესეთი სერიული. ჩვენ ამერიკული მანქანები ძალიან გვიყვარს. მასშტაბური მანქანები 1.53-ს გვიდევს ამერიკული, დაჟე 1.64, ხო? 64 ფიური რომელიც ბიჭებმა გვაჩუქეს 64 კლუბის თემა არის. მაგ მასშტაბისაც გვიდევს, ნუ 1.53, არაერთი მანქანა გვიდევს ამერიკული, სუპირველი მაგალითად ელეონორია. განხილვებში კი და სულ პირველი ვიდეო არის ფორსაჟის ჩარჯერის საწყობი 1.24 მასშტაბი, რითიც დავიწყე, უბრალოდ ის მანქანა აღარ მოვიტანე. ხო, ნუ ხო. ის თან ყველაფერში რომ დამწყებები ვიყავით YouTube-ის აი ეს გადაღების თემაში, მანქანის აწყობის თემაში, იმიტომ რომ მანამდე მანქანა არ მქონა აწყობილი პირველად ავაწყე. ხო, პირველად ავაწყეთ. ხო. კამერის წინ კი არა ზოგადად. მით უმეტეს რომ აეროგრაფის ხმარება არ ვიცოდი და მაშინ ვისწავლე. ხო, მოდი მაგებს უყურო. და ხო, და ასე შემდეგ რა. ასე რომ ძალიან ბევრი ვიდეო გვაქვს. ამერიკული მანქანები პირდებით რომ კიდე იქნება. ხო, ბოლო-ბოლოს ისა ვიდეო მემორი ჩელენჯერი იყო რა, 1.18. სულ ბოლო ამერიკული მანქანა ჩელენჯერი. არა, Ford GT40. GT40 უკაცრავად ხო. იმის მანქანა კემარის. ვინც არიცით კემარისი ვინ იყო და Ford GT40 რა მანქანა, შეგიძლიათ შეხვიდეთ ვიდეოს უყუროთ და ვიდეოში თუ რამე არ იქნება, შეგიძლიათ უყუროთ Ford Ferrari-ის წინააღმდეგ. ხო, ნუ ეგ არაერთხელ გავთქვით ეგ, იმდენად მაგარი. ჩემი საყვარელი ფილმია. მაგრამ ჩემი საყვარელი ფილმი ახლა უკვე ფორმულა 1 გახდა. არა, ის მოგონილი არის რა. არა, მაინც მომემაგარი ფილმია. Ford vs Ferrari ისტორიული მომენტი. აი, დავემშვიდობოთ. კარგით, აბა, დაგემშვიდობებით. შემდეგ ვიდეომდე.